გლობალური ტენდენცია აჩვენებს, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ბუნებასთან სიახლოვეს დასასვენებლად. ინტერესი იზრდება ბუნებრივ სივრცეებზე, განსაკუთრებით კი დაცულ ტერიტორიებზე. შესაბამისად, ახალ სეზონთან შესახვედრად ემზადება საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო, რომელმაც კომბინირებული ბილეთების სისტემა, ანუ კომბო ბილეთები უკვე ამოქმედა, რაც გულისხმობს ეს სისტემა რამდენად არის მზად ინფრასტრუქტურულად დაცული ტერიტორიები და რა გამოწვევებია და ასევე საინტერესოა ისიც, როგორ შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში ეკოტურისტული მიმართულება. ამ თემებზე და სავარაუდოდ არა მხოლოდ ვისაუბრებ ჩვენ სტუმართან ერთად. ჩვენი სტუმარია დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი. მოგესალმებით თამარ და მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. თქვენი სტუმრობა ყოველთვის ჩემთვის ასოცირდება ხოლმე დასვენებასთან, ზაფხულთან, ბუნებასთან სიახლოვესთან და ყოველთვის ველოდებით ხოლმე რომ რაღაც ისეთი სიახლეები გექნებათ, რაც დაგვაინტერესებს და განტვირთვის შესაძლებლობას მოგცემს. ალბათ ეხლაც რაღაც სიახლით მოხვედით. დავიწყოთ ამ კომბო ბილეთით, ხო, მაინც სისტემა გასაგებია, სახელწოდებაც მიგვანიშნებს მეტნაკლებად, რომ რაღაცა კომბინირებული სერვისებს უნდა ერთიანებდეს და აი თქვენგან მოვისმენთ, რას გულისხმობს და რა ერთიანდება ამ კომბო ბილეთში. ცხადია, დაცული ტერიტორიების სააგენტო ყოველთვის აკვირდება ხოლმე იმ ტრენდებს და მოთხოვნას თუ რა სერვისები ესაჭიროებათ ვიზიტორებს იმისათვის, რომ უფრო კომფორტულად იმოგზავრონ დაცულ ტერიტორიებზე. ცხადია, გარკვეული დაკვირვების შესაბამისად ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა ეგრეთ წოდებული კომბინირებული კომბო ბილეთები, რომელიც მისცემდა საზოგადოებას, რომ ემოგზავრათ რამოდენიმე დაცულ ტერიტორიებზე ერთიანი ბილეთის პრინციპით. ანუ ეს ნიშნავს, რომ ყიდულობენ ერთიან ბილეთს, რომლის ფარგლებშიც უფრო ბიუჯეტურად მოგზაურობენ რამოდენიმე დაცულ ტერიტორიაზე. ასე მაგალითად შესაძლებელია პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონის და ნავენახევის მღვიმის აბონემენტივით არის, ხო? ფაქტიურად ეს არის ერთგვარი ერთიანი ბილეთი, ერთი ბილეთის პრინციპით მოგზაურობ სამ დაცულ ტერიტორიაზე. სამ საერთიანე? შესაძლებელია ასევე ორი, მაგრამ სამზე მეტი არა. სამზე მეტი არა. სხვადასხვა ვარიანტებია, რა თქმა უნდა, ვიზიტორი თავად ირჩევს, რომელ დაცულ ტერიტორიებზე უნდა მოგზაურობა და ჩამონათვალიდან, რომელიც მოწოდებული გვაქვს მათთვის, როგორც ადგილზე, ასევე გურუჯის მეშვეობით შესაძლებელი იქნება აღნიშნული ბილეთების შესყიდვა, ისინი გაცილებით ბიუჯეტურად მოახდენენ გარკვეულ დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობას. ეხება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებს, რომელიც მოახდენენ ბილეთის შესყიდვას მათთვის სასურველ დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობის. ეს განსხვავებული შეთავაზება ალბათ, ხო, ადგილობრივებისთვის და როგორც იყო იმის გათვალისწინებით შედგება ფასები, ხო? რამდენად ეკონომიურია? ეხლა თქვენ აღნიშნეთ, რომ ბიუჯეტური იქნება, მაგრამ აი რამდენად შეიძლება რომ მე როგორც მომხმარებელს მიღირდეს, რომ კომბო ბილეთი შევიძინო? კი, თუ ვიზიტორს გადაწყვეტილი აქვს, რომ რამოდენიმე დაცული ტერიტორია მოინახულოს და ის სრულად შეასრულებს ამ გეგმას, ანუ ორივეს, ამ შემთხვევაში თუ სამივე კომბო აქვს ნაყიდი, სამივე დაცულ ტერიტორიებზე იმოგზაურებს, ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ დაახლოებით 50%-იან ფასდაკლებასაც კი მიიღებს მესამე საიტზე მონახულების თვალსაზრისით. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ერთი მხრივ მათ შევთავაზოთ, ვიზიტორებს შევთავაზოთ ბიუჯეტური ბილეთები, მეორე მხრივ კი გავხადოთ მოგზაურობა მეტად ორგანიზებული და მათთვის კომფორტულად დასაგეგმი სხვადასხვა დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობის თვალსაზრისით. თამარ, რამდენიმე პრაქტიკული კითხვა უნდა დაგისვათ, ალბათ მაყურებელსაც გაუჩნდებოდა ეს კითხვა, ვადიანი იქნება ეს ბილეთები, რაღაც პერიოდის განმავლობაში უნდა მოინახულოს ეს ადგილები, თუ არ იქნება ვადიანი და ასევე სად იქნება შესაძლებელი, ადგილზე უნდა იყიდოს მომხმარებელმა, ვიზიტორმა თუ წინასწარ მაგალითად ონლაინ პლატფორმებზე იქნება შესაძლებელი. ბილეთის გამოყენება 1 წლის ვადით არის შესაძლებელი, შესაბამისად მათ შეუძლიათ იმავე დღეს გამოიყენონ, ან თუნდაც დაბრუნდნენ შემდეგ უკვე ნებისმიერ სხვა დაცულ ტერიტორიაზე და ამ კონკრეტული ბილეთით ისარგებლონ, რაც შეეხება გაყიდვის საკითხს, შესაძლებელია როგორც ადგილზე, ადგილობრივ დაცულ ტერიტორიების სალარით შეხურებში, ასევე ონლაინ შეიძინონ აღნიშნული ბილეთები შესაბამისი ციფრული პლატფორმის მეშვეობით. ანუ უკვე ჩაშვებულია. კი, 1 აპრილიდან შევიდა ძალაში, შესაბამისად აღნიშნული დაცული ბილეთი გავრცელდება მარტვილის კანიონზე, პრომეთეს მღვიმეში, ნავენახევის, ასევე ოკაცეს კანიონის და კინჩხის ჩანჩქერის შემთხვევაში.
ძირითადად იმ ობიექტებზე, სადაც მოთხოვნა დიდია, შესაბამისად ორგანიზებულად მნიშვნელოვანია, რომ დავგეგმოთ ორგანიზებული ტურიზმი და ვიზიტორებსაც მეორე მხრივ გაუმარტივებთ მათთვის სასურველ დროებში ვიზიტის დაგეგმვის შესაძლებლობა. ძალიან საინტერესო თემა აღნიშნეთ, მაინც გამონაკლისები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ხოლმე. არის ესე იგი დაცული ტერიტორიები, რომლებზეც არ გავრცელდება, რომელზეც ვერ შეიძენ, რომელზეც ვერ შეიყვან ამ კომბინირებულ ბილეთში, ხო? ძირითადად დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა არის უფასო. შესაბამისად, ჩვენ კომბინირებულ ბილეთებში შევიყვანეთ ის დაცულ ტერიტორიები, სადაც ფასიანია შესვლა და შესაბამისად ბილეთის პრინციპით ხდება. თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითქმის ყველა დაცულ ტერიტორიაზე ამ აღნიშნული ჩამოთვლილი დაცული ტერიტორიების გარდა შესვლა არის უფასო. დღეს მდგომარეობით არ არის დაწესებული აღნიშნული ბილიკებზე მოგზაურობისათვის საფასური და ვიზიტორებს შეუძლიათ რომ თავისუფლად გადაადგილდნენ. გარდა მაგალითად ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებისა, სადაც როგორც მოგახსენებათ სასაზღვრო პუნქტიც არის და იქ საშვისაღებაც არის აუცილებელი, შესაბამისად ვიზიტორებს ვაძლევთ ხოლმე რეკომენდაციას, რომ მივიდნენ პირველ რიგში ვიზიტორთა ცენტრში და შესაბამისი აღრიცხვა გაიარონ. გასაგებია. ასევე ძალიან საინტერესოა, როგორი გავლენა შეიძლება კონდეს ტურისტების, ვიზიტორების რაოდენობაზე იმ პროცესებს, რაც ახლა მიმდინარეობს ახლო აღმოსავლეთში, მოლოდინები ხო ემზადებით ინფრასტრუქტურას ამზადებთ, ახალ პროექტებს ამზადებთ. როგორი მოლოდინი გაქვთ? შესაძლებელია თუ არა, რომ ვიზიტორების რაოდენობა შემცირდეს ან გარკვეული მიმართულებიდან შეფერხდეს, რას ელოდებით? როგორი გათვლა გაქვთ? ჩვენ რა თქმა უნდა ვაკვირდებით ყოველწლიურად ვიზიტორთა ზრდის დინამიკას, დაახლოებით 10-15%-იანი ზრდა, როგორც წესი ფიქსირდება ხოლმე ყოველწლიურად ვიზიტორების მხრიდან. რა თქმა უნდა, მსგავსი მოვლენები, რაც მსოფლიოში ვითარდება, გარკვეულწილად ახდენს გავლენას ვიზიტორთა ნაკადების გარკვეულწილად შემცირებაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასევე და ამ მოვლენებიდან გამომდინარე გალფის ქვეყნებიდან ვიზიტორთა ნაკადების შესაძლოა მცირედით იკლოს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ ისევ იმ დინამიკას, რომ 10-15%-იანი ზრდა ფიქსირდება ხოლმე, მცირედ ზრდას შესაძლოა არა 15%-იანს, თუმცა გარკვეულწილად მცირედ ზრდას მაინც ვარაუდობთ. ძალიან დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული კონფლიქტები ძალიან მალე დასრულდება და შესაბამისად უკვე აქტიური სეზონისთვის, რომელიც ვფიქრობთ, რომ მარტის უკვე მაისის პირველი ნახევრიდან დაიწყება, უკვე ვიზიტორთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, როგორც საქართველოში მთლიანად, ასევე დასულ ტერიტორიებზეც. ძალიან საინტერესოა ესეც, ანუ ძირითადად დაცული ტერიტორიების ვიზიტორებიც მიყვებიან ზუსტად იმ ტრენდს, ხო, როგორც ზოგადად ტურიზმი, რომ გაზაფხულიდან იწყება აქტიური სეზონი, თუ არის განსხვავებული ინტერესი მაინც ამ დაცულ ტერიტორიების ვიზიტორების შემთხვევაში და შეიძლება სხვა სეზონზეც კიდევ უფრო მეტად აქტიურები არიან ვიდრე გაზაფხულზე. არის სწორად აღნიშნეთ, როგორც წესი, გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომის პირველი ნახევარი ყოველთვის უფრო მეტად დატვირთულია ხოლმე დაცულ ტერიტორიებზე, ეს უკავშირდება როგორც საერთაშორისო ვიზიტორებს, რომელიც ძირითადად ზაფხულში სტუმრობენ საქართველოს, ასევე ექსკურსიების პერიოდს, სკოლებში, ასევე დასვენებების პერიოდს და ამგვარად ლოგიკურია, რომ ზაფხული ყოველთვის უფრო მეტად დატვირთულია ხოლმე. თუმცა ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენ გვხვდება 4 სეზონიანი დაცული ტერიტორიებიც, რომელიც ზამთარში განსაკუთრებით პოპულარულია. გამოვყოთ მაგალითად თბილისის ეროვნულ პარკს საბადურის ტყეს, როდესაც ზამთარში განსაკუთრებით ბევრი ვიზიტორი სტუმრობს სწორედ იმ ბიომრავალფეროვნებიდან გამომდინარე და იმ უნიკალური სილამაზით, რაც თოვლით დაფარულ ტყეებთან ასოცირდება. შესაბამისად, ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ მაქსიმალურად დივერსიფიკაცია მოვახდინოთ სერვისების 4-ვე სეზონზე შევთავაზოთ სხვადასხვა სერვისები, რაც მიმზიდველი იქნება მათთვის. თქვენ ალბათ გახსოვთ თეთრი ბილიკების კამპანია, რომელიც ზამთარში ძალიან ეფექტურად იმუშავა და საზოგადოებას ძალიან ბევრი დაცული ტერიტორია გავაცანით, რომელიც უშუალოდ ზამთარში მოგზაურობისათვის იძლევა ფანტასტიკურ შესაძლებლობებს და შესაბამისად, რა თქმა უნდა, აღნიშნული კამპანიის შედეგები აისახა შემდეგ უკვე გაზრდილ ვიზიტორთა რაოდენობაშიც. არის თუ არა, იზრდება ტურისტების ვიზიტორების რაოდენობა, მართლაც უბრუნდებიან ადამიანები ბუნებას და სტატისტიკაც აჩვენებს ამას, ინტერესიც აჩვენებს, დაცული ტერიტორიების გაზრდილი მაჩვენებლებიც აჩვენებს რაოდენობრივადაც, მარტო საქართველოზე არ ვსაუბრებ, გლობალურად, ხო? მაგრამ რა რჩება გამოწვევად, რომელიც აფერხებს ეკოტურიზმის განვითარებას? აი ჩვენ შემთხვევაში, საქართველოს შემთხვევაში, რა არის ის მთავარი შემოფერხებელი ფაქტორი, რაც ამ ტემპს ოდნავ აფერხებს, ან ხელს უშლის? ზოგადად ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული
ქვეყანა ეკოტურიზმის განვითარების თვალსაზრისით ეს აღიარებული არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ექსპერტების მიერაც და არაერთხელ დაფიქსირებულა ის ფაქტი, რომ ეკოსისტემების და იმ ლანდშაფტების მეშვეობით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გვხვდება, აღნიშნული ლანდშაფტები საქართველოს აქცევს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საინტერესო მიმართულებად მოგზაურობის და ეკოტურიზმის განვითარების კუთხით. ცალსახად ვფიქრობთ, რომ აღნიშნული მიმართულებით მუშაობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხოლმე კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს საქართველოს ცნობადება. მე ვფიქრობ, მე ვგულისხმობ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობის გზით იქნება ეს თუ სხვადასხვა პუბლიკაციების მომზადებით, რადგან საქართველოს მუდმივად უნდა იყოს გლობალურ რუკაზე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სარეკრეაციო მიმართულება მოგზაურობისათვის. დღეს მდგომარეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაგალითად სპარსეთის ყურის ქვეყნებისათვის საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვან სამოგზაურო მიმართულებას წარმოადგენს, ასევე ჩინეთისთვის, ინდოეთისთვის ახალი ბაზარია და მნიშვნელოვნად იზრდება და წელს უკვე გამოჩნდა დინამიკა დიდი ბრიტანეთისათვის, რომლებიც კვირაში ფაქტიურად 4 ჯერ სრულდება რეისი საქართველოს მიმართულებით და ძალიან ბევრი ვიზიტორი სწორედ აღნიშნული ქვეყნიდან ირჩევს. აი გამოწვევა რა არის? არის თუ არ არის საერთოდ შეიძლება რა თქმა უნდა, გამოწვევები ყოველთვის გვაქვს და შესაბამისად იმ სწორი სტრატეგიული ნაბიჯებით, რომელსაც საქართველოს მთავრობა შესაბამის სტრუქტურების მეშვეობით ეწევა, აღნიშნული გამოწვევების გადალახვა ხორციელდება. პირველ რიგში გამოვყოფთ, რომ ვიზიტორებისათვის კომფორტული მოგზაურობისათვის საჭირო ყველანაირი პირობა უნდა იქნას შექმნილი, მათ შორის ლოჯისტიკური კუთხით, ადგილობრივ დაცულ ტერიტორიებზე მიღწევადობის თვალსაზრისით, იმისათვის, რათა მათ კომფორტულად დაგეგმონ აღნიშნულ დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა და შემდეგ უკვე სერვისების დივერსიფიკაციის კუთხით, იმისათვის, რათა მათთვის სასურველი სერვისი, რაც მათ კომფორტული მოგზაურობისათვის ესაჭიროებათ ადგილზე ჰქონდათ. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ, როგორც უკვე აღვნიშნე, რამოდენიმე დაცულ ტერიტორიაზე ამ კუთხით უფრო მეტად არის სერვისები განვითარებული, თუმცა პერიოდულად ხდება ახალი სერვისების დამატება, რაც დივერსიფიკაციას უწყობს ხელს. ნაველოდებით ახალ სერვისებსაც თამარ წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი.